ცნობილი ქართველი მხატვრის ნამუშევრის ინსპირაციით შექმნილი ქორეოგრაფიული ნომერი ლადო გუდიაშვილის ქრისტინეს სახე ამჯერად თანამედროვე ქორეოგრაფიულ დადგმაში გაცოცხლდება, რომლის ავტორი ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძეა. თბილისის თანამედროვე ბალეტის მიერ წარმოდგენილ ქორეოგრაფიულ ფანტაზიაში ავტორმა მხატვრის ტილოს გმირის ემოციების და განცდების მოძრაობებში გადატანა და ტილოს სცენური ვერსიის შექმნა სცადა. ქრისტინე ცნობილმა ქართველმა მხატვარმა ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით შექმნა. ქორეოგრაფიული ფანტაზიით მაყურებელი იმ ეპოქაში იმოგზაურებს, რომელშიც ნაწარმოები დაიწერა, შემდეგ კი ნახატი შეიქმნა. პრემიერა ლადო გუდიაშვილის საგამოფენო სივრცეში 6 ივნისს გაიმართება. ბავშვობაში შედგა ჩემი შეხვედრა ლადო გუდიაშვილის სამყაროსთან და უკვე მოგვიანებით ნახე ნამუშევარი ქრისტინე, რომელმაც მომუსხა და წლების განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ამის გაცოცხლება მინდოდა სცენური ვერსია შემექმნა ქრისტინეს სახით. ქორეოგრაფიული ფანტაზია მარიამ ალექსიძის შთაბეჭდილებებითაა შექმნილი. ნამუშევრის პირველივე ნახვისას მიღებული ემოციები მოძრაობებში გარდაისახა. ახალი ქორეოგრაფიული წარმოდგენის პრემიერა გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტმა სახელოვნებო სივრცეში ლადო გუდიაშვილის საგამოფენო სივრცეში გადაწყვიტა. ვცდილობ, რომ გამოვხატო თავად ნახატის პლასტიკა, ხედვა, გამომეტყველება, ეს რასაც თავად ნახატი ასახავს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო თუ აი ამ პროცესში, სადაც გაცოცხლდება ქრისტინე, თუ რა ექსპოზიცია იქნებოდა ამჟამად აი ამ მომენტში. ამიტომ მე ვეცადე, რომ ის რაც ახლა ამ წუთას არის გამოფენილი საგამოფენო დარბაზში, აი ეს არეკლა მომხდარიყო პლასტიკით და ხასიათით, განწყობით. ქრისტინე იმედგაცრუებული, მოტყუებული და ამავე დროს მებრძოლი ქალია, რომელიც მომავლისთვის იბრძვის. რევოლუციამდელი ეპოქის ღარიბი გოგონა, რომელმაც აზნაური ბიჭის სიყვარული დაიჯერა და მოტყუდა. ქრისტინე ნამუშევარი, რომელიც ახალგაზრდა ლადო გუდიაშვილმა ეგნატე ნინოშვილის ლიტერატურული პერსონაჟით შთაგონებულმა შექმნა, მხატვრის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი არ არის. თუმცა მას ამავე სივრცეში გააცოცხლებენ. ნამუშევარი შალვა ამირანიშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. ქრისტინე ლადო გუდიაშვილმა 1919 წელს დახატა და მისი შთაგონების წყარო იყო ეგნატე ნინოშვილის მოთხრობა ქრისტინე, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ლადოზე და გადაწყვიტა შეექმნა ნამუშევარი, რომელიც ჩვენ საგამოფენო დარბაზში გაცოცხლდება მარიამ ალექსიძის დახმარებით. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პატივია და ძალიან საინტერესოა ესეთი ახალი განსხვავებული წარმოდგენა, რომელიც გაიმართება ჩვენთან. საბალეტო დასი ქრისტინეს სახეს პლასტიკით სხეულის ენით წარმოგვიდგენს, რომელსაც ფონად სპეციალურად ამ დადგმისთვის შექმნილი მუსიკა სდევს. ნახევარსაათიანი წარმოდგენა ნიკა მაჩაიძის მუსიკაზე დაიდგა. ნიკა მაჩაიძემ კი მუსიკა ქორეოგრაფიული ფანტაზიისთვის გია ყანჩელის მუსიკის შთაგონებით შექმნა. ქორეოგრაფიული დადგმის სახელოვნებო სივრცეში წარმოდგენა სიახლე იქნება როგორც მაყურებლისთვის, ასევე თავად საბალეტო დასის მოცეკვავეებისთვის. ქრისტინე არის ძალიან იმ ეპოქის შესაბამისი და დამახასიათებელი, შესაბამისად ამ პერიოდის სიმძიმე, სირთულე, გრძნობები, აი ეს ყველაფერი ძალიან მკაფიოდ უნდა გამოვხატო, ახლო კონტაქტია მაყურებელთან და უფრო მძაფრად აღქმადიც იქნება ალბათ და შევეცდები, არ ვიცი, ძალიან ვღელავ და შევეცდები, რომ მაქსიმალურად ის, რაც მარიამ, ესე ვთქვათ, ჩაიფიქრა ეს ჩანაფიქრი ძალიან სწორად და ამაზეც მივაწოდო მაყურებელს. ქორეოგრაფიული ფანტაზია ქრისტინე ლადო გუდიაშვილის საგამოფენო სივრცეში პირველად 6 ივნისს გაიმართება. საპრემიერო ჩვენებები 7 და 8 ივნისსაც გაგრძელდება.